გამარჯობათ. მე გახლავართ ნათელა მაღლაკელიძე. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტიდან. ვარ პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი. ჩემი კვლევის საგანია ქართული ენა და მისი სწავლების საკითხები ქართულ საჯარო სკოლებში. საგანი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სამომავლოდ გადაწყვეტილი აქვს გახდეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ან საბაზო და საშუალო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. საგანი, რომელსაც მე თქვენ ამჟამად წაგიკითხავთ, გახლავთ ქართული ენის ზოგადი კურსი 1. ახლა ცოტა დავკონკრეტები ამ საგნის სახელწოდების ირგვლივ. რატომ მაინც ზოგადი კურსი? იმიტომ რომ ქართული ენის კურსი საკმაოდ მოცულობითია და საკმაოდ დიდ კვლევას მოითხოვს. ამდენად იგი მოითხოვს საკმაოდ დიდ კომპეტენციებს მსმენელისგანაც. ხოლო რაც შეეხება ზოგად კურსს, მისი მიზანია ზოგადად გაარკვიოს მსმენელი, სტუდენტი ქართული ენის თავისებურებებში და მისცეს მას ის ცოდნა, რაც მას დასჭირდება სკოლაში მუშაობისას. ქართული ენა ქართულ საჯარო სკოლებში ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო დისციპლინაა. უფრო მეტიც, იგი მხოლოდ სასწავლო დისციპლინა არ გახლავთ. იგი სხვა საგანთა სწავლების საფუძველია. იგი მშობლიური ენა. და ამდენად მის ფლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმისათვის, თუ როგორ ვიმეტყველებთ ზეპირად და როგორ ვწერთ, არამედ იმისთვისაც, რომ შევიდგინოთ გარკვეული თეორიული კომპეტენციები ჩვენს პროფესიაში. თუ რაოდენ დიდი ადგილი აქვს ქართულ ენას დათმობილი ჩვენ სკოლაში, ამას მოწმობს ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც საგნობრივი კომპეტენციები ქართულ ენაში საკმაოდ მოცულობითად არის წარმოდგენილი და ასევე მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისათვის განკუთვნილი ტესტებით, სადაც ქართული ენის ფლობა გარკვეულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს მოითხოვს პედაგოგებისაგან. ამდენად მე იმედი მაქვს, რომ ჩემი საგანი თქვენ დაგეხმარებათ პროფესიულ დახელოვნებაში. უფრო მეტიც, საგნის სწავლებისას მე შევეცდები გავამახვილო თქვენი ყურადღება არა მხოლოდ თეორიულ საკითხებზე, ქართული ენის თეორიულ საკითხებზე, არამედ ზოგ შემთხვევაში შევეხო მის სწავლებასაც. კერძოდ, ესა თუ ის საკითხი ენის კურსიდან, როგორ არის წარმოდგენილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში და რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ მისი სწავლებისას. რა დაგვჭირდება ჩვენ კონკრეტულად ამ საგნიდან. მე შევეცდები ყველა თქვენს კითხვას გავცე პასუხი, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ეს არის მხოლოდ ქართული ენის ზოგადი კურსის პირველი ნაწილი. მისი მიზანია გაარკვიოს მსმენელი სიტყვათა ფორმაცვლაში, აქ ძირითადად ჩვენ შევეხებით ლექსიკოლოგიისა და მორფოლოგიის საკითხებს, ფორმატცვლის საკითხებს, რა თქმა უნდა, ორთოგრაფიასთან ერთად. რაც შეეხება სინტაქსს და პუნქტუაციას, ის წარმოდგენილი იქნება ქართული ენის ზოგად კურს 2-ში, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში იკითხება გაზაფხულის სემესტრში. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მოისმინოთ ქართული ენის ზოგადი კურსის მეორე ნაწილიც და მოგადაზდებთ მას უმავლისათვის. ახლა, რაც შეეხება თვითონ ჩვენს საგანს და ჩვენს დღევანდელ ლექციას, რა საკითხებზე გვექნება დღეს საუბარი. საკითხების ჩამონათვალი ასეთი გახლავთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად ენის რაობაზე, ენის ფუნქციებზე, ენის წარმოშობასა და განვითარებაზე, ენათა კლასიფიკაციაზე და ქართველურ ენათა ჯგუფზე. მე შევეცდები, რომ ძალიან ზოგადად შევეხო ამ საკითხებს, მაგრამ ამავე დროს ყურადღებას მივაქცევ თქვენს ყურადღებას მივაქცევ ცალკეულ კონკრეტულ ფაქტებსაც. რაც შეეხება ენის რაობას, ენის შესახებ
ზუსტი განმარტება არ არსებობს. მიჩნეულია, რომ ენა არის უაღრესად რთული ფენომენი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, გამოხატავენ აზრებს და შეიმეცნებენ ამ ენის საშუალებით სამყაროს. აი ამ განსაზღვრაშიაც ჩანს უკვე, რომ ენას ძირითადად ორი ფუნქცია აქვს. ეს არის ექსპრესიული ფუნქცია და ეს არის საკომუნიკაციო ფუნქცია. ენის სხვა ფუნქციებზეც განიხილავენ, მე მათზე შევჩერდები, მაგრამ მაინც ძირითადი ყურადღება მინდა მივაპყრო ამ ორ ფუნქციას. ექსპრესიული ფუნქცია. ენა ადამიანის აზრის გამოხატვის საშუალებაა. ენა და აზროვნება ერთიანი განუყოფელი პროცესია. ენა რომ არ არსებობდეს, არც აზროვნება იქნებოდა. აზრის წარმოქმნა ხდება ენის საშუალებით. აზრი რომ გამოვხატოთ, იგი გარკვეულ ენობრივ ყალიბში უნდა მოვაქციოთ. ენა კიდეც აყალიბებს აზროვნებას და კიდეც გამოხატავს მას. აი ენის ამ ფუნქციიდან უკვე ნათელია, რომ ენა თავისთავად აზროვნებასთან ერთად უნდა განიხილოთ. როდესაც ვლაპარაკობთ, ენა აზრის გამოხატვის საშუალებაა, აქ თავისთავად უკვე იგულისხმება ენის გარდა აუცილებლად აზროვნებას. მხოლოდ მოაზროვნე არსებას, ადამიანს აქვს მეტყველების ნიჭი. მხოლოდ მოაზროვნე არსება, ადამიანი არის დაჯილდოებული ენით. ახლა, როდის წარმოიშვა ენა, რომელი იყო პირველი ენა, ამაზე საუბარს ჩვენ არ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ამაზე უამრავი სხვადასხვა შეხედულება და მოსაზრება არსებობს. თუნდაც ბიბლია რომ გავიხსენოთ, კარგად გახსოვთ თქვენ ალბათ ბიბლიიდან, რომ ადამიანები ოდესღაც ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, შემდეგ მათ გადაწყვიტეს აეშენებინათ მაღალი კოშკი, გოდოლი, მისი მშენებლობა დაიწყეს ბაბილონში, რათა მიახლოებოდნენ ღმერთს. ღმერთი განრისხდაო, გვეუბნება ბიბლია, ადამიანებს, მშენებლებს აურია გონება და მათ სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი, ისე რომ ისინი ერთმანეთს ვეღარაფერს ვეღარ აგებინებდნენ. აი ასე გაჩნდა მრავალი ენა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის ბიბლიური ლეგენდა. რა თქმა უნდა, იგი ძალიან ბევრ კრიტიკულ შეკითხვას დაბადებს, მაგრამ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გაჩნდა უამრავი ენა ქვეყანაში, მსოფლიოში, ამისი თქმა ძალიან ძნელია. არადა ჩვენი წინამორბედნი, ჩვენი წინაპრები იმდენად იყვნენ დაინტერესებულნი ამ საკითხით, რომ ენის წარმოშობას უამრავი თეორიული კვლევაც კი მიუძღვნეს. აი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იქაურ ფარაონს ფსამეტიქს, ეს არის მე-7 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე და ამ ინფორმაციას გვაწვდის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე. ფსამეტიქს გადაუწყვეტია გაეგო თუ რომელი ენა გაჩნდა პირველად. ამისნით მას ბრძანება გაუწია, რომ დედისათვის დაბადებისთანავე მოეშორებინათ ერთ-ერთი ახალ შობილი და განცალკევებით აღეზარდათ. ორი ბავშვი იყო. ბავშვებს ისინი ზრდიდნენ ისე, რომ მათ ადამიანის ხმა არ ესმოდათ. 2 წლის შემდეგ ისინი უცნობ ენაზე ალაპარაკდნენ და პირველი სიტყვა, რომელიც მათ თქვეს, იყო ბებოს. ფსამეტიქს მოუწევია სწავლულნი და დაუდგენიათ, რომ ეს სიტყვა ფრიგიულ ენაზე პურს ნიშნავს. აქედან დაუსკვნიათ, რომ უძველესი ენა ფრიგიული უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არც ეს მოსაზრება არ ემყარება ფაქტებს და მეცნიერებისათვის ისიც მიუღებელია. მეცნიერები კი ერთ რამეზე არიან შეთანხმებულნი მხოლოდ, რომ ენა მოაზროვნე არსების კუთვნილება გახლავთ. ენით მხოლოდ ადამიანი გახლავთ დაჯილდოებული, იმიტომ რომ ენა არის აზრის გამოხატვის საშუალება. არც ერთი საზოგადოება არ არსებობს ენის გარეშე, ისევე როგორც ენა არ არსებობს ამ საზოგადოების გარეშე. ძველი ფილოსოფოსები ძალიან ბევრს კამათობდნენ იმის თაობაზე, თუ როგორ დაერქვა საგნებს სახელები ამა თუ იმ ენაში. და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ხშირ შემთხვევაში საგანს სახელი ერქმეოდა მათი ბუნების მიხედვით. პირობითად შეიძლება მათ ფიუსეიტები ვუწოდოთ. ფიუსეი ნიშნავს
საგანს დაერქვა სახელი მისი ბუნების მიხედვით. მაგრამ აქვე გამოჩნდა ადამიანთა მეორე ჯგუფი, ანუ თესეისტები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ, რომ ადამიანები შეთანხმდნენ ამა თუ იმ საგნისათვის რა სახელი დაერქმიათ და არა საგნის ბუნება განაპირობებს ამასო. მართლაც თუ ჩვენ ჩავთვლით იმას, რომ თვითონ საგანი განაპირობებს თუ რა სახელი უნდა ვუწოდოთ მას, აღმოჩნდება, რომ ყველა ენაში ერთი და იგივე საგანი ერთი და იმავე სიტყვით უნდა აღინიშნებოდეს, რაც ასე არ არის. ასე რომ არც ფიუსეიტების და არც თესეისტების თეორია არ არის მაინც და მაინც მიღებული და გაზიარებული. მაინც როდის გაჩნდა ენა, როდის ალაპარაკდა პირველად მოაზროვნე არსება, ადამიანი. ამისი თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ არც არქეოლოგიური გათხრები არ იძლევა ამის საშუალებას, არც უძველესი ადამიანის ჩონჩხის შესწავლით არ შეიძლება იმის გაგება, ლაპარაკობდა თუ არა იგი, ან რომელ ენაზე ლაპარაკობდა. მოდით ეს საკითხები დაუთმოთ ჩვენ მკვლევარებს, შევთანხმდეთ მხოლოდ იმაზე, რომ ენა გახლავთ აზრის გამოხატვის საშუალება. მაგრამ გარდა იმისა, რომ ენა არის აზრის გამოხატვის საშუალება, იგი ამავე დროს არის ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაც. ანუ აქედან გამომდინარეობს უკვე ენის მეორე ფუნქცია, ანუ საკომუნიკაციო ფუნქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ენა ადამიანთა შორის ურთიერთობის დამყარების საშუალებაა. ენის საშუალებით ხდება ინფორმაციის გადაცემა. ენა არ არსებობს საზოგადოებაში საკომუნიკაციო ფუნქციის გარეშე. საკომუნიკაციო ფუნქცია განსაზღვრავს ენის სიცოცხლის უნარიანობასაც. იგი ენის წარმოშობის განმსაზღვრელია და მართლაც ვარაუდობენ, რომ ენა გაჩნდა მაშინ, როდესაც პირველყოფილ ადამიანებს გაუჩნდათ ერთმანეთთან ურთიერთობის მოთხოვნილება. პირველი ენა უნდა ყოფილიყო ჟესტ-მიმიკის ენა. შემდეგ კი, როდესაც ადამიანის ხორხი განვითარდა იმდენად, რომ მას შეეძლო უკვე დანაწევრებული ბგერების წარმოთქმა, ჩამოყალიბდა უკვე პირველი ბგერითი ენა. ენა საზოგადოების გარეშე არ არსებობს, მეთქი ვთქვი. იმის მიხედვით, თუ რომელ საზოგადოებრივ სტრუქტურას ემსახურება ენა, არსებობს სატომო, საერთო სახალხო, ანუ ეროვნული და სახელმწიფო, ანუ ოფიციალური ენები. ჩვენ ამ საკითხებზე ცოტა მოგვიანებით კიდევ შევჩერდებით, მაგრამ ახლა კიდევ მინდა ერთი-ორი სიტყვა გითხრათ ენის საკომუნიკაციო ფუნქციის შესახებ. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ენის საკომუნიკაციო ფუნქცია განსაზღვრავს სწორედ ენის სიცოცხლის უნარიანობასაც. მართლაც ისტორია მიცის უამრავი მკვდარი ენა. მკვდარი ენა არის ის ენა, რომელსაც ადამიანები აღარ იყენებენ ერთმანეთთან ურთიერთობისათვის. ენა კვდება მაშინ, როდესაც მასზე კომუნიკაციის მოთხოვნა აღარ არსებობს საზოგადოებაში. ამის ტომაც არის, რომ ყველაზე მეტად უნდა გააფართოვდეს ალბათ ენის საკომუნიკაციო ფუნქცია, იმისათვის, რომ ენა იყოს სიცოცხლის უნარიანი. მაშინ ერთხელ კიდევ ვიმეორებ, რომ ენის ძირითადი ფუნქციები და მათ შორის რა თქმა უნდა ქართული ენის ძირითადი ფუნქციები ეს არის აზრის გამოხატვისა და საკომუნიკაციო ფუნქციები. განიხილავენ ენის სხვა ფუნქციებსაც. ეს გახლავთ ერთი შემეცნებითი ფუნქცია, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ყოველ ენაში მოცემულია სამყაროს აქმისა და შემეცნების გარკვეული მოდელი. სხვადასხვა ენაზე მეტყველნი სხვადასხვანაირად შეიმეცნებენ ამ სამყაროს და ეს ყველაზე კარგად ენაში ჩანს. ენა მსოფლხატიაო, ამბობდა ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ჰუმბოლდტი. და გარკვეული თვალსაზრისით აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ ამას, რომ ყოველ ენაში სოფლიოს აქმის სხვადასხვანაირი მოდელია მოცემული. აი მე ერთ ტერმინზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ტერმინი დედაენა ქართულში გამოიყენება მშობლიური ენის მნიშვნელობით. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ ენას ეს ტერმინი არ გააჩნია. რუსულში, მაგალითად, მისი შესატყვისი გახლავთ მშობლიური ენა, родной язык. გარდა ამისა, გვაქვს სხვა ტერმინებიც, ეს არის პირველი ენა, არის საბაზისო ენა. რაც შეეხება ტერმინ დედაენას, როგორც ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გურამ რამიშვილი ბრძანებს,
კულტურული ენებიდან ორ ენას მოეპოვებაო ეს ტერმინიო, ერთი ეს არის გერმანული ენა, Mutter Tongue და მეორე ეს გახლავთ ქართული ენა, დედა ენა. თვითონ ამ ტერმინშიაც უკვე ჩანს თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი კაცი მშობლიურ ენას სამყაროს აქმნის პროცესში და იგი დედასაც კი გაუთანაბრდა. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ტერმინის შესატყვისი ინგლისურსაც მოეპოვება, ეს არის Mother Tongue. მე ვერ დავიწყებ დავას ისეთ ცნობილ ენათმეცნიერთან, როგორც გურამ რამიშვილი გახლდათ. შეიძლება ის ვარაუდობდა, რომ გერმანული ენიდან უნდა ყოფილიყო ეს ტერმინი შესული ინგლისურში. რაც შეეხება ენის კიდევ ერთ ფუნქციას, ეს არის დანაწევრებითი ფუნქცია. ადამიანს აქვს ბგერების დანაწევრების უნარი. აზროვნების დანაწევრება ცნებების საშუალებით ხორციელდება, ხოლო ცნებების დანაწევრება კი ხორციელდება ბგერების საშუალებით. მართლაც ყოველი ენა შედგება მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის ბგერებისაგან, ანუ ფონემებისაგან, რომელთა საშუალებით გამოვხატავთ ამ ენის ცნებებს. აზროვნება დანაწევრებული ხდება სწორედ ბგერასთან კავშირში, ხოლო ბგერა კი აზრთან კავშირში. მართლაც ახლა თქვენ შეადარეთ დანაწევრებული მეტყველების უნარი, ანუ ბგერით მეტყველების უნარი, მხოლოდ ადამიანს აქვს. აი, გადახედეთ ცხოველთა სამყაროს, ფრინველთა სამყაროს ბგერებს, ისინიც გადმოსცემენ, მაგრამ ეს ბგერები არის დაუნაწევრებელი ბგერები. და იმისათვის, რომ ადამიანის ხორცს შეეძინა ფუნქცია დანაწევრებითი ბგერების წარმოქმნისა, ამას მრავალი საუკუნე დასჭირდა.